1616 წლის იანვარში, ოლთისში, საქართველოს დედოფალი 22 საუკუნის წინ სამშობლო დაკარგულმა ებრაელებმა იხსნეს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 586 წელს ბაბილონელმა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გაანადგურა და ებრაელები აჰყარა. ხოლო ნაბუქოდონოსორის მოკავშირე კიაქსარმა კაბადოკიაში მესხების სამეფო დასცა. მესხებისა და ებრაელების ერთი ნაწილი თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მოვიდნენ. დაარსეს ქალაქი მცხეთა, სადაც არმაზი მესხთა, ხოლო ციხედიდი ისრაელიანთა რეზიდენციად იქცა. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალუხი და უფლის კვართი მცხეთაში ებრაელებმა მოიტანეს. მეოთხე საუკუნიდან ებრაელთა ერთი ნაწილი გაქრისტიანდა, კვართისმცველ აზნაურთა სახელებად იქცა, მაგალითად ელიოზიშვილთა, გედევანიშვილთა და გაბაშვილთა გვარებად. ისრაელის მეფე დავითის ქრისტიანი შთამომავალი ბაგრატიონები კი მე-6 საუკუნიდან საქართველოს ხელმწიფენი ხდებიან. ებრაელთა მეორე ნაწილი იუდაურ სარწმუნოებაზე დარჩა, მათ უძველესი დროიდან ჰურიანი ქართველნი ეწოდებოდათ. მე-15 საუკუნეში საქართველო 8 სამეფო სამთავროდ დაიშალა. მე-16 საუკუნიდან ოსმალეთსა და ირანს მარტო უპირისპირდებოდა დანაწევრებული ქვეყანა. მესხეთი ოსმალეთმა მიიტაცა. 1614-17 წლებში ქართლ კახეთს 4-ჯერ შემოეცია შაჰ-აბასი. ხელთ იგდო ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე, კახეთის დედოფალი ქეთევანი, უფლისწულები ლევან და ალექსანდრე. კახეთის მეფე თეიმურას პირველი ოსმალეთში გადაიხვეწა. ცოლი ნესტან დარეჯან დედოფალი ძირძველი მესხეთის ქალაქ ოლთისში დატოვა. დედოფალს მხოლოდ სახლთუხუცესი, ნოდარ ჯორჯაძე და 300-მდე კახელი აზნაური იცავდა. კავკასიაში მყოფმა შაჰ-აბას პირველმა მზვერავთაგან შეიტყო, რომ კახეთის დედოფალი მცირე რიცხოვან რაზმთან ერთად ოლთის საფარებდა თავს. განიზრახა შეპყრობა. ერევნის ხანს სომეხ ამირგუნას უბრძანა 10,000 მხედრით თავს დასხმოდა ოლთის და დაეტყვევებინა დედოფალი. ქართველ სარდალ ნოდარ ჯორჯაძეს ირანის შაჰის მხედრობის სომხეთის მხრიდან შემოჭრის შიში ჰქონდა, მაგრამ იანვარი იდგა, დიდი თოვლი ჩამოწოლილიყო და სომხეთისა და მესხეთის გამყოფი ქედის გადმოლახვა წარმოუდგენელი იყო. ამირგუნა ხანმა თავისი ჯარი საბრძოლო იარაღთან ერთად ნიჩბებითაც აღჭურვა და ოლთისისკენ გამოეშურა. ისინი ნიჩბებით გზას წმენდნენ და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ოლთის. ოლთისამდე 2 საათის სავალი იყო დარჩენილი, როდესაც მოხდა სასწაული. ღამით კახეთის დედოფალს დაესიზმრა, რომ ოლთის ყიზილბაშები უტევდნენ. გაღვიძებულმა დედოფალმა ბრძანება გასცა, შიდა ციხეში შესულიყო თანმხლები რაზმი, ოლთისელი ქალები და ბავშვები. 2 საათში ოლთისში შემოიჭრა სომეხი ამირგუნა ხანი ბეგლარბეგი ერევნისა და 10,000 ყიზილბაში, მაგრამ სამიზნე ვეღარ იპოვეს. სპარსელები შიდა ციხეს შემოეწყნენ, მაგრამ კარები ვერ შელეწეს. მათ ხანგრძლივი ალყისთვის დაიწყეს მზადება. ამ დროს ოლთისში რამდენიმე ასეული ებრაელი ოჯახი სახლობდა. ყიზილბაშებს მათთვის არ ეცალათ, საქართველოს დედოფალი ჰყავდათ შესაპყრობი. საუკუნეთა მანძილზე სამხედრო საქმეს მოწყვეტილი და კომერციაში ჩართული ებრაელების შიში არც არავის ჰქონდა. ებრაელი მამაკაცები სინაგოგაში შეიკრიბნენ, ჯერ არ გათენებულიყო. მოულოდნელად რაბინებმა მრევლს საქართველოს ღირსების, უკანასკნელი დედოფლის დაცვა უბრძანა. შიდა ციხის კონგურებიდან თოფის ხმა გაისმა, 300 ქართველი ტყვიას და ისრებს უშენდა 10,000 მოალყე ყიზილბაშს. სპარსელები ქართულ ტყვიასა და ისარს გაერიდნენ. ამ დროს ყიჟინა გაისმა და ყიზილბაშებს ზურგიდან გააფთრებით თავს დაესხა ვიღაც. ამირგუნამ იფიქრა ქართველებმა ალყაში მომაქციესო, რას წარმოიდგენდა, რომ მას ოლთისელი რაბინების მეთაურობით სულ რამდენიმე ასეული ებრაელი გმირი უტევდა. ებრაელები საქართველოს ღირსების გადასარჩენად 1000 წლის წინ გადანახულ מחვილებს აელვარებდნენ. შედრკა ამირგუნა და პირი იბრუნა. გაიღო შიდა ციხის კარი, ცხენი გამოაგელვა ნოდარ ჯორჯაძემ და წინ წარუძღვა ქართულ ებრაულ მხედრობას. ებრაელი რაბინებისა და ჯორჯაძის მეთაურობით ყარსამდეს დიეს და ჟლიტეს მტერი ებრაელებმა და ქართველებმა. 1616 წელი იდგა, იანვარი. კახეთი და ალავერდის ტაძარი დაკარგული ჰქონდათ კახელ აზნაურებს. იერუსალიმი და სოლომონის ტაძარი ქართველ ებრაელებს, მაგრამ ჰქონდათ ღირსება, მოყვასის სიყვარული და წინაპართა מחვილები. 20-ჯერ მრავალ რიცხოვან მტერს არ შეეპუენ და გადაარჩინეს საქართველოს ღირსება, ქართლის დედოფალი.